მოგესალმებით მეგობრებო. ოდნავი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით ისევ ასტროლოგიური თემით, მინდა მოგიყვეთ მაჰადაშებზე და მათ გავლენებზე, ესე იგი მინდა სერიების სახით შემოგთავაზოთ, რომ ყველამ ვიცოდეთ ამ ყველაფრის მნიშვნელობა და გამოვლენა ჩვენ ცხოვრებაში. თუ ასტროლოგიური თემები არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ არხზე, პლეილისტებზე, მოძებნოთ სხვა ვიდეოების სხვა მიმართულებით და უყუროთ უკვე თქვენთვის საინტერესო თემატიკას. ხოლო იმათვისაც ასტროლოგია გაინტერესებთ, დარჩით ჩემთან, იმიტომ რომ ეს ვიდეო დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის იქნება საინტერესო. მინდა შემოგთავაზოთ, ყველა პლანეტაზე ალბათ არ ვისაუბრებ და არ გავაკეთებ სერიების სახით მაჰადაშებზე და ანდარდაშებზე, მაგრამ ის სამი ჩემი მოსაზრებით პირადად ჩემი ინდივიდუალური აზრია, ყველაზე ერთ-ერთი რთული და გამომწვევი მაჰადაშები, რომლებიც ადამიანს შეიძლება დაემთხოს ცხოვრების მანძილზე, ამ სამზე მაინც მინდა რომ გესაუბროთ. ალბათ მეოთხე იქნებოდა მთვარე, იმიტომ რომ მთვარე საკმაოდ რთული ენერგია და მასთან გამკლავება გვიჭირს ხოლმე ადამიანებს, იმიტომ რომ ის იწვევს ემოციურ სევდას, სტრესს, დეპრესიას და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ყველაზე რთული, მაინც გამოდის სატურნი, კეტუ და რახვ, ეს კარმული ენერგიები, რომლებიც თავიანთი პერიოდის განმავლობაში, ესე იგი გვიგზავნიან იმდენად ძალიან მრავალფეროვან სირთულეებს და მოულოდნელ დაბრკოლებებს, რომ ყველა ჩვენგანი სხვადასხვანაირად პასუხობს ამ ასე ვთქვი ბედისწერისგან გამოგზავნილ სირთულეებს. დღეს მინდა გესაუბროთ კონკრეტულად კეტუზე. კეტუ არის მეგობრებო ერთ-ერთი ყველაზე რთული ენერგია, რომელთან გამკლავებაც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული. ყველაზე რთული ენერგია ამ პლანეტებს, ამ ენერგიებს შორის, რომლებსაც მოაქვს ყოველთვის ძალიან ესეთი მძიმე გამოწვევები ჩვენ ცხოვრებაში. შესაბამისად, იმის ცოდნა თუ რა ახასიათებს კეტუს, რა უნდა და ზოგადად როგორ მუშაობს, ძალიან აგვეხმარება რთულ სიტუაციაში, მაგრამ ეს იქნება ძალიან ზოგადი მიმოხილვა, იმიტომ რომ ყველა ადამიანის რუკარი ინდივიდუალური, იმიტომ რომ ყველა ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშნები, ჩვენი განლაგებები პლანეტარული, ჩვენი ასე ვიტყოდი კარმული ვალები და ასე შემდეგ, შესაბამისად, კეტუ ყოველთვის ერთი და იგივე სახით არ იხსნება ხოლმე ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ზოგისთვის ის არის წმინდა წყლის სატანა და ძალიან ცუდი სირთულეები მოაქვს, მაგრამ ზოგი ადამიანისთვის მშვენიერი, ასე ვიტყოდი, მშვენიერი წლები არის ხოლმე კეტუს მაჰადაშა, ამიტომ ყველაფერი არის ინდივიდუალური. კეტუ არის მეგობრებო ის ენერგია, ეს არ არის პლანეტა, ეს არის მთვარის ჭრილი. ეს არის ის ენერგია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ჩვენი სულის კარმაზე. იმაზე თუ რა შესაბამები დაუშვათ ჩვენმა სულმა წინა ცხოვრებაში, სად ქონდა ასე ვთქვათ გამოუსწორებელი დანაშაულების შესტომები, ასევე სფერო, ანუ ის თუ რომელ ნატალურ რუკაზე, რომელ სახლშიც არის კეტუ განლაგებული, გვიჩვენებს იმას, თუ რა მიმართულებით და კონკრეტულად რა სფეროში ვიყავით ძალიან ისეთები ნეგატიური ტიპაჟები ჩვენი წინაცხოვრების დროს. კეტუ არის ის ენერგია, მეგობრებო, რომელსაც მოაქვს ცხოვრებაში ყოველთვის განცალკევების, მარტო ყოფნის, განდეგილობის, განდგომილობის შეგრძნებები და როდესაც ძალიან პრობლემური და ასე ვთქვათ სტრესული სიტუაცია გვაქვს, ყოველთვის ტოვებს ჩვენში აი მარტო ყოფნის, აი პრობლემებთან მარტო შეჭიდების შეგრძნებას, რაც მერე იწვევს შიშს, სადღაც უქესნობიერ პრობლემებს და ასე შემდეგ. თუ ადამიანს კეტუ პირველ სახლში უზის, ეგ ცოტა მტკივნეული განლაგებაა და რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის აღვიძებს ხოლმე ადამიანში საკუთარი თავის დაზიანების ან სურვილს, ან თუნდაც ფიქრს ამის შესახებ და აი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რომ არაფერი ამ ცხოვრებისეული არ არის მნიშვნელოვანი, ანუ რა აზრი აქვს ამ პლანეტაზე ყოფნას, რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას, ის მაინც დასრულდება, ის მაინც უსამართლოა, მე მაინც ვერაფერს ვერ ვცვლი და ქესობიერად თუ ცნობიერად ადამიანი იწყებს საკუთარი სხეულის დაზიანებას, საკუთარი შინაგანი მაგრამ დაზიანება მეგობრებო, ნახეთ ახლა მრავალნაირი შეიძლება იყოს. შეიძლება ვიღაცა მართლა ფიზიკურად თავს იზიანებდეს, თვითმკვლელობაზე ფიქრობდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე დაზიანება ვლინდება არა მარტო ასეთი დრამატული და ძალიან კაფიო ქმედებებით, არამედ ძალიან ცუდ ჩვევებში გადავარდნით. აი ნარკომანია ან ასევე რაღაც ესე ვიტყოდი ემოციური ჭამა, უმოქმედობა, დანებება და ეს სულიერი ყდომა, რასაც ქვია,
ეგ არის უკვე ეს კეტუს მიერ გამოვლენილი კეტუს მოტანილი გავლენა ადამიანის სულზე, ანუ სული ნებდება შესაბამისად და მე მას თან მოყვება ემოციური და ფსიქოლოგიური, ფიზიკური ნელ-ნელა კვდომაც. შესაბამისად, ანუ ძალიან რთულია კეტუსთან გამკლავება, ძალიან რთულია ასევე მისი, ასე ვიტყოდი, შხამიანობის სწორად გადანაწილება ჩვენ ცხოვრებაში. 7 წლიანი პერიოდია. ერთია, ანუ ნახეთ ახლა არ მინდა რომ ავრიო ინფორმაცია, ერთია, როდესაც ადამიანს კეტუ ყავს რომელიღაცა კონკრეტულ სახში განლაგებული და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკრეტულ იმ მიმართულებაზე მოახდენს გავლენას ყოველთვის და ეს კონკრეტული მიმართულება ყოველთვის იქნება პრობლემური ვიღაცის ცხოვრებაში, ხო? მაგრამ მეორეა, როდესაც მისი მაჰადაშა მიმდინარეობს 7 წლიანი პლანეტარული პერიოდი, რომელიც ნიშნავს რა არის მაჰადაშა? მაჰადაშა არის პლანეტარული პერიოდი, სადაც აქცენტი კეთდება იმ პლანეტაზე, რა პლანეტის პერიოდის მიმდინარეობს და ის პლანეტა განაგებს ჩვენს ცხოვრებას. თუმცა ამ პლანეტაზე ხდება ასევე კონკრეტული გავლენები ქვეპლანეტების, ანუ პარტნიორული პლანეტების მიერ ის თუ რომელი ქვეპლანეტის პერიოდი მიმდინარეობს, მოახდენს ამ ძირითად პლანეტაზე გავლენას. მაგალითად, თუ კეტუს მაჰადაშა დაიწყოს ჩვენს ცხოვრებაში, ის რა თქმა უნდა მოახდენს მაქსიმალურ გავლენას შენზე. კეტუზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ წავა შენი ის 7 წელი, მაგრამ ამავე დროს კეტუზე მოახდენს გავლენას ის პატარა პლანეტარული პერიოდები, რომელიც იქნება მერკური, ვენერა და დანარჩენი სხვა ანუ 8 პლანეტა, თუნდაც 9, იმიტომ რომ კეტუს პლანეტას, ანუ ძირითად პლანეტას თავისი იგივე პლანეტარული ანტარდაშა აქვს. შესაბამისად, ანუ ის თუ მაგალითად კეტუს ძირითადი პერიოდი თუ მიმდინარეობს ახლა შენს თავს და დაიწყო ვენერას ანტარდაშა, ანუ ვენერა მოახდენს კეტუზე გავლენას და ცოტა შეამსუბუქებს და შეანელებს. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, კეტუ მაინც ასე თუ ისე თქვი, მეგობრებო, ძალიან რთული პერიოდია ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ყველა ადამიანმა, ნუ ყველას ნახეთ ახლა ყველას არ აქვს ხოლმე რუკაზე ახლა მე რამდენი ისიც გავაკეთე ვხედავ ნათლად რომ აი ყველა ადამიანს ყველა არ ისჯება კეტუს მაჰადაშის გავლით, იმიტომ რომ ზოგი ძალიან ესეც ბოლო წლებში ემთხოვა, ზოგი მაშინ ემთხოვა, როდესაც დაიბადა და ახალშობილი იყო, რა თქმა უნდა დაბადებაზე და მშობიარობის პერიოდზე და ჩვილზე ახდენს გავლენას და რაღაც სირთულეებს იწვევს, მაგრამ ნუ მერე მოზრდილ ადამიანს უკვე მოსტუმრებული აქვს ეს კეტუს პერიოდი და გაუმართლა ფაქტურად, მაგრამ ნუ ზოგადად ყველა ინდივიდუალურია, ამიტომ საჭირო არის რომ ვიცოდეთ ჩვენი რუკები თუ რამე შემეხმიანეთ, ისევ გავმეორდები, მე ვაკეთებ ვედური ასტროლოგიის ნატალური რუკის და მაჰადაშა ანტარდაშების განხილვა. იმ ადამიანებმა მაგალითად, ვინც არ იცით თქვენი ვედური ნატალური რუკა, ვისაც არასდროს გაგიკეთებიათ, ან არ გაქვთ ახლა სურვილი ან შესაძლებლობა რომ ეს გააკეთოთ, როგორ შეგიძლიათ რომ აი თუნდაც აი ამ ვიდეოთი გაითვალისწინოთ ის ინფორმაცია და გამოიცნოთ, გაქვთ თუ არა თქვენ კეტუს პერიოდი ამ ეტაპისთვის და როგორ შეიძლება დავამწყნაროთ საკუთარი თავი, არ დავნებდეთ იმედი, არ დაგვეკარგოს წმენა, არ დაგვეკარგოს და ესე ვთქვათ, გავაგრძელოთ ბრძოლა უკანასკნელ წამამდე. აი ამას ემსახურება ეს ვიდეო, მეგობრებო, მეც არაფერს. ძალიან ზოგადი ინფორმაცია იქნება, მაგრამ დასწრებული ვარ ვიღაცა სადღაც შეიძლება გამოადგეს. ესე იგი, რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც კეტუს პერიოდი იწყება? ძალიან მოულოდნელად, მეგობრებო, ძალიან ასე ვთქვათ, შეფრთხილების, გაფრთხილების შემზადების გარეშე კეტუ იწყებს მაქსიმალურ ცვლას ატმოსფერო იცვლება ჩვენს ცხოვრებაში. თუ აქამდე ძალიან ესე ვთქვათ, პროდუქტიული, ძალიან ბედნი, ანუ მერკურის პერიოდი უწევს კეტუს მანამდე და თუ მერკურის მოჰქონდა ასე ვთქვათ, ძალიან ინოვატორული, ძალიან ბიზნეს ორიენტირებული საქმე, კომუნიკაციები, სიყვარული იქნება იქ მოგზაურობა თუ განვითარება თუ ასე შემდეგ, ძალიან ისეთი განვითარებაზე, პროგრესზე, სიამოვნებაზე და ასე შემდეგ ორიენტირებული პერიოდი თუ იყო მერკურისი 17 წლიანია მერკურის პერიოდი, აი ამ 17 წელს რომ მიეჩვევი და მე უცებ რა ხდა მოდი 7 წლიანი კეტუს პერიოდი, რომელიც არის აბსოლუტურად რადიკალური საპირისპირო ენერგიის და ინფორმაციის მატარებელი, ანუ კეტუ მოდის უკვე იმ გავლენით, რომ აი პირიქით უნდა კეტუს რომ პირველ რიგში შური იძიოს იმ სულიერ პრობლემებზე, ტკივილებზე, რაც ვიღაცებს მივაყენეთ, ან საკუთარ თავს მივაყენეთ წინა ცხოვრებაში, როგორც სულებმა გვასწავლოს რაღაცები და ყველაზე დიდი რასაც კეტუ გვასწავლის არის ორი რამ. პირველი, ვიყოთ
ასე ვთქვათ, detached, ანუ არ ვიყოთ დამოკიდებული არაფერზე ამ ქვეყნიურზე და ასე ვთქვათ, მატერიალურზე და მეორე ის, რომ რაც შეიძლება გავარყმავთ ჩვენი სულიერი ცოდნა, სულიერი განვითარება და ასე შემდეგ. ანუ კეტუ არის წმინდა წყლის მამაო, რომელიც ეკლესიაშია და გვეუბნება, რომ ანუ წადი, მოინანიე, იმარხულე და ასე შემდეგ. ანუ იგივე სტილის ის არის, რა ქვია, გავლენის მატარებელია კეტუ ზოგადად. შესაბამისად, ესე იგი, როდესაც საქმე ეხება სასჯელს უკვე სულიერ სასჯელს კეტუ მოდის ძალიან მწარედ. აი უცებ ცვლის სიტუაციას, უცებ ცვლის გარემოს და ჯერ ეს ერთი რაღაცას გვართმევს. ვიღაცას გვართმევს. ამით იწყებს კეტუ მეგობრებო მოქმედებას, ანუ რაღაცა გვეკარგება, ვიღაცა გვეკარგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რომელ სახშია, იმ იქიდან გამომდინარე უკეთესად შეიძლება ადამიანმა ნახოს თუ რა შეიძლება დაგეკარგოს. თუ ის მაგალითად იმყოფება ოჯახის სახში, ოჯახს გაკარგვინებს, დედმამის სახში, დედმამას გაკარგვინებს, ასე ვიტყოდი თუ მეცხრე სახშია, მაშინ მთავრობასთან პრობლემებს გიქმნის და ასე შემდეგ რა. ანუ თავისუფლებას აკარგვინებს ადამიანს, ჯანმრთელობას აკარგვინებს და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ძალიან მრავალნაირად იქიდან გამომდინარე თუ ვის ადუზის ეს კეტუ, უცებ მოდის და იწვევს დანაკარგს. მეორე რასაც კეტუ იწვევს, ეს არის ტერორი, შიში, ანუ მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნა. აი ადამიანს სულ აქვს თუ რა თქმა უნდა იქ მთვარე არის ჩართული, ამ მთვარესთან ერთად არის ეს კეტუ განლაგებული ხომთლად მტრისას, იმიტომ რომ ადამიანს ეწყება მაქსიმალურად ღრმა დეპრესია, ეწყება მაქსიმალურად დიდი უნდობლობა, შიში, რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. მთელი 7 წლის განმავლობაში სულ ექნება ადამიანს იმის შექმნება, რომ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს, უბედურების მოლოდინი, მუდმივი ტერორის ქვეშ ყოფნა და აი შეიძლება საერთოდ ადამიანს აფიქრებოდეს, რომ აი მე მაგალითად ახლა საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ ვაი, სკანდინავიაში მოხდება ახლა უბედურება და ეს უბედურება მე შემეხება რაღაცნაირად. ანუ მსგავსი სახის უნდობლობა, ურწმუნოება, შიში, ტერორი და ასე შემდეგ. ეს არის ის ძირითადი ერთ-ერთი გამოხატულებები, რაც მოაქვს კეტუს. ასევე მეგობრებო, კეტუს მოაქვს სპირიტუალურ, ასე ვთქვათ, პილიგრიმული სახის მოგზაურობები. ეს ვთქვათ, ალბათ ერთადერთი დადებითი, რაც მას მოაქვს, არის ეს. ანუ ადამიანს ჯერ ესეთი სურვილს უჩენს და მე მეორე აყენებს იმ სიტუაციაში მოაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ადამიანი მიდის აი ასეთ სპირიტუალურ, სულიერ პილიგრიმული სახის ადგილებში სამოგზაუროდ, რომ გაიხსენოს რაღაცა სულიერი, ისწავლოს რაღაცა, ან მოახდინოს რაღაცა თავისი სულიერი გამოცდილებიდან წამოღებული ინფორმაცია მოახმაროს მე ადამიანებსაც შემდეგ. აი თუ მაგალითად აქამდე მაქსიმალურად კარიერისტი იყავი და მთელი შენი წლები დაახარჯე იმას, რომ კარიერულად ყოფილიყავი, რა ვიცი, მაღალ შალონგებზე, უცებ მოდის კეტუ, მით უმეტეს თუ მე-10 სახში გიზის, უცებ მოდის კეტუ და აი აღმოაჩენ, რომ აი ინტერესი დაგეკარგა. უკვე შენთვის აღარ არის ეს კარიერა უკვე მნიშვნელოვანი, აღარ არის უკვე აღარ გაქვს უკვე არ შინაგანი მოთხოვნილება, სურვილი და არაფერი, რომ იღვაწო ამ მიმართულებით, დახარჯო მთელი შენი დრო და ენერგია კარიერის დასაშენებლად და ადამიანი აკეთებს ძალიან მრავალ ნაბიჯს უკან, მოკლედ ინტერესის დაკარგვის სახით. თუ მაგალითად კეტუზის პირად ურთიერთობებში, მეუღლესთან ურთიერთობებში, ანუ ქორწინების სახლში, ეგრევე როგორც მისი მაჰადაშა იწყება, ადამიანი იწყებს განქორწინებაზე ფიქრს. ან თვითონ თავისი სურვილისთან მიუხედავად შეიძლება მეორე წყვილმა მეუღლემ გადაწყვიტოს შენთან განქორწინება, დაგეკარგოს მეუღლე. ან ასევე მოაქვს ურთიერთობებში ისეთი სახის დაშორებები, როგორიც არის შეიძლება განქორწინებასთან ან სიკვდილთან არ იყოს კავშირში, მაგრამ შეიძლება მოიტანოს ფიზიკური დისტანცია, ანუ შეიძლება რელოკაცია მოიტანოს, რამაც შეიძლება ესე ვთქვათ გაათამაშოს შენ ცხოვრებაში დაშორების ეფექტი. ანუ შენ წახვალ სადღაც შორგზაზე დიდი ხნით, ან მეორე ადამიანი მიდის, ანუ მეორე ადამიანში მეგულისხმობ ახლა ნებისმიერ, ანუ იქნება ეს მეუღლე თუ მშობლები თუ შვილები თუ ვინც არ უნდა იყოს, ანუ ის ახლო ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში ვინც არიან, ანუ ამაზე არის განსაკუთრებით საუბარი. მარტივად და სწრაფად მინდა ჩაუვარო იმას, თუ რომელ სახში არის კეტუ განლაგებული, იმის და მიხედვით რა შეიძლება რომ მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში. როდესაც მიმდინარეობს კეტუს ძირითადი პერიოდი და მას ემთხვევა ვენერას სანდარდაშა, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობები არის ფუჭი. როდესაც ამ პერიოდში ვიცნობთ ვიღაცას, ეს ურთიერთობა არასდროს მიდის დასასრულამდე, არასდროს მიდის შედეგებამდე. ან არის თუ ქორწინება ხდება ამ პერიოდში, ეს არის კარმული ქორწინება, რომელიც აუცილებლად დაიშლება. ასევე ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანს ინტერესი ეკარგება იმაზე, თუ როგორ გამოიყურება, როგორია მისი იმიჯი, რამდენად უვლის თავს თუ
აღარ აქვს ადამიანს უკვე ამის ინტერესი და მოკლედ ამ მიმართულებით იქნევს ხელს. ასევე ძალიან ხშირი არის კეტულ ვენერას პერიოდის დროს ფუჭი ინვესტიციები, ფულის დაკარგვა. არ შეიძლება ამ დროს არანაირი ბიზნესის წამოწყება, მეგობრებო, ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანს შეიძლება დაიკარგოს კიდევაც თანხა. აი, არსაიდაც შეიძლება ფული უბრალოდ დაიკარგოს. მით უმეტეს თუ კეტუ მეორე სახლში ზის ფინანსურ სახლში, ანუ ფინანსური დანაკარგი არის ძალიან დიდი ალბათობის ქვეშ. ასევე შეიძლება დანაკარგზე არ იყოს საუბარი, უბრალოდ ფული უბრალოდ აი შემოდიოდეს და ეგრევე იმ წამსვე გადიოდეს. ეს ყველაფერი არის კეტუს ერთ-ერთი გამოვლენა. როდესაც კეტუს და მთვარის პერიოდი მიმდინარეობს, უკვე აი მთვარე ჩვენზე ახდენს მაშინ გაცილებით უფრო დიდ ტოქსიკურ ემოციურ გავლენას. აი ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანს ეწყება შეგრძნება, რომ მისი ემოციურად არავის ესმის, რომ ის არ ეკუთვნის რაღაცა, ასე ვიტყოდი, არ ვეკუთვნი ამ სამყაროს შეგრძნება მოდის შიშები, მოდის ტერორები განსაკუთრებით, იმიტომ რომ მთვარე კეტუსგან დამოუკიდებლად იწვევს ხოლმე ასეთ შიშებს და ასე ვთქვათ განგაში შეგრძნებას, მაგრამ კეტუსთან ერთად კიდევ უფრო ძაღლად მოდის. ასევე შანსი იმის, რომ ადამიანი შეიძლება ჩაუვარდეს ძალიან ისე ვთქვათ არასწორ წრეს ხელში, არასწორი ადამიანები გაიცნოს და მიიღოს რაღაცა სერიოზული ემოციური ტრავმა არის ძალიან მაღალი, მეგობრებო. ასევე ცნობიერი პროგრამა, ანუ გონება ამ დროს გვებინდება და ასე ვთქვათ ჩვენი ცნობიერი პროგრამა არ მუშაობს ისე როგორც შეიძლება მუშაობდა მანამდე, ან უნდა მუშაობდეს ჩვენი წინათგრძნობა, ჩვენი ასე ვთქვათ სიზმრები, ლოგიკა ეს ყველაფერი ხდება სწორი სიტყვა იქნება ალბათ დაბინდული, გონება დაბინდული როცა აქვს ადამიანს და ვეღარ მიხვდა რა ჭირს და კეტუს და მარსის პერიოდი იწყება, ეს უკვე ის მომენტია, როდესაც ადამიანს ნელ-ნელა უბრუნდება სიცოცხლის შეგრძნება, უბრუნდება ცხოვრების სურვილი და სადღაც იწყებს იმედი გამოკიაფებას, ასე ვთქვათ, მაგრამ კონფლიქტების ოდენობა მატულობს, ვებრძვით და უკვე აღარ ვიცით ვის ვებრძვით საკუთარ თავს, ვებრძვით გარემოს და არასაჭირო ზედმეტ პრობლემებს ვიზიდავთ. კონფლიქტით ასე ვთქვათ გამოწვეული, როდესაც აი შეიძლება ამ ყველაფრის თავიდან არ ირიდება, რომ არა მარსის სიტყვაზე და მარსი ასე ვთქვათ უმხედრდება კეტუს და ამბობს, რომ სამართლობა ასეთი სახის დაკარგვა ადამიანში ყველაფრის ინტერესის და ზოგადად ყველაფრის დაკარგვა ცხოვრებაში და მარსი იწყებს ბრძოლას კეტუს წინააღმდეგ, რომ იცი რა, სად არის ჩემი სიცოცხლის უნარიანობა, სად არის ჩემი წარმატება, სად არიან ჩემი ადამიანები და ამ დროს ხდება ენერგეტიკული ასე ვთქვათ ურთიერთდაპირისპირება, რაც პირდაპირ ჩვენზე აისახება ჩვენში და მე ჩვენგან გარესამყარო ღებულობს ამ ენერგიებს, შესაბამისად მაღალია კონფლიქტების ოდენობა ამ პერიოდში. კეტუ რახოს პერიოდია, მეგობრებო, ძალიან წმინდა წყლის კარმული პერიოდი, როდესაც რახოს მოაქვს ჩვენ ცხოვრებაში ახალი ნაცნობობა და ახალი ადამიანები, მაგრამ კარმის ირგვლივ ტრიალებს ეს ყველაფერი ისევ, რახო თითქოს ცდილობს, რომ მოუტანოს ადამიანს, როგორც მარსი, მაგრამ მარსისგან განსხვავებით კონფლიქტის გარეშე ცდილობს რახო მოიტანოს რაღაც ახალი შესაძლებლობები, პოტენციალი, ეგო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი ტრიალებს კარმის ირგვლივ, ანუ აქ არის ძალიან მაღალი დოზით კარმა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც რახოს და კეტუს პერიოდი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ყველა ადგილი, ყველა ფერი, რასაც გავიგებთ, ვისწავლით, წავიკითხავთ, მოდის ძველი კარმიდან, შესაბამისად, ეს არის ის რაღაცები, რაც არ დარჩება ჩვენ ცხოვრებაში, არავითარ შემთხვევაში მრავალი პერიოდის განმავლობაში, ეს ძალიან მოკლე პერიოდის ხასიათის მატარებელი ნაცნობობა, კონტაქტები და შესაძლებლობები და ამ შემდეგ, ამიტომ ქარის მოტანილი იქნება და ქარივე წაიღებს და ეს გამოიწვევს კიდევ ერთ იმედგაცრუებას, სულიერ ტკივილს და კიდევ ერთი ფრთის მოჭრას ადამიანის სულში, რაც იწვევს კიდევ ერთხელ წმენის კარგვას. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაშინ, როდესაც უკვე ბრუნდება მარს, ანუ რახოს მერე, როდესაც ემთხვევა უკვე კეტუს სატურნის პერიოდი, ეს უკვე ძალიან რთული პერიოდია, მეგობრებო, იმიტომ რომ სატურნი დიდად არ ეთანხმება ხოლმე კეტუს პრინციპებს, იმიტომ რომ სატურნი ამქვეყნიურობის კარმა, ეს არის დროის ღმერთი, ეს არის ჯანმრთელობის ღმერთი, ეს არის სამართლიანობის ღმერთი და სატურნს დიდად არ მოსწონს ეს კეტუს უაზრო სასჯელები. ხოლო როდესაც კეტუს პერიოდს უკვე იუპიტერის ანტარქტიდაში ემთხვევა, ეს ის პერიოდია, მეგობრებო, როდესაც ადამიანს იმედი უბრუნდება, აი წმინდა წყლის იმედი ბრუნდება. იუპიტერი ქმნის უკვე ისეთ რეალობას, როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ
მართლა განძრიოს ხელები, თავიდან დაიწყოს ყველაფერი, დაივიწყოს რაც იყო, გახსნას კარი ახალი, ასე ვიტყოდი, თავგადასავლისთვის, ახალი დასაწყისისთვის, მაგრამ ეს ახალი დასაწყისები, მეგობრებო, უკვე საკითხავია თუ რამდენი ხანი გასტანს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერი ერთ-ერთი უძლიერესი პლანეტაა ჩვენს ცხოვრებაში და მისი მოტანილი დიდი საჩუქრები არის ხოლმე მართლა წყალობა ღვთაებრივი, მაგრამ როდესაც კეტუს მთავარი პერიოდი მიმდინარეობს, მთავარ სიტყვას მაინც კეტუ ამბობს, ბოლო სიტყვა მაინც მას ეკუთვნის და რამდენადაც არ უნდა შეეცადოს იუპიტერმა, საბოლოოდ თუ კეტუმ ჩათვალა, რომ ის რაც იუპიტერმა მოიტანა არ არის რა ჩვენი გვართმევს. რაც კეტუ იწყებს ადამიანზე ზემოქმედებას, ადამიანი ძალიან გაუგებარი ხდება. აი ვეღარ ხვდებით უკვე რატო იქცევა ისე როგორც იქცევა, რატო დაეკარგა ეს რაღაცები და ანუ კარგი იქნება რომ ისაუბროთ ადამიანებს, გაუზიაროთ თქვენი შიშები, თქვენი ასე ვთქვათ სულიერი მდგომარეობა და ითხოვოთ მიტევება, გაგება და თანადგომა, ეს იქნება ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რამ. ნუ მისცემთ თქვენს თავს და კეტუს იმის უფლებას, რომ დარჩეთ აი ამ მარტო ვარ შეგრძნებაზე და არ მისცეთ მართლა საკუთარ თავს არანაირი გარეგანი შველა, იმიტომ რომ და თან ერთი რამ კიდევ არ დაგავიწყოთ არაზოს, თუ ამ მიწაზე ჩამოვედით სულები და თუ ამ მიწას დავადგით ფეხი და თავიდან დავიბადეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ცხოვრება უნდა გავიაროთ და თუ მიწიერ ცხოვრებას გავდივართ, ყველაფერი რაც მიწიერია, ყველაფერს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მეგობრებო, მთლად ნუ გადაეშვებით, ნუ მისცემთ კეტუს იმის უფლებას, რომ გადავეშვათ ძალიან ზედა იმებში და მარტო სული არ არის, სხეულიც მნიშვნელოვანია, ამიტომ ბალანსის პოვნაზე დაიწყეთ ფიქრი და ყველაფერი კარგად იქნება, 7 წლიანია, გაივლით, ჯანდავამდე გზაქონია ამ კეტუს. ვიცი რომ ვიც გადის მის პერიოდს ყველაზე, ასე ვთქვათ, საშინელი წლებია, მაგრამ მოკლედ ესე იგი მივაკურთხეთ ან კი ხედავთ, მაგრამ ძალიან ცუდი გავაგის არის, რა ქვია, პლანეტაა და ცუდ გავლენას ეწევს, ამიტომ არ დანებდეთ არავითარ შემთხვევაში. პირად კონსულტაციაზე შემეხმიანეთ, აი ამ მეილზე აქვე ვიტყვი რომ არის საათნახევრიანი ვიდეო ზარით ტარდება კონსულტაცია ჩემთან და დანარჩენ ყველა, ასე ვიტყოდი, დეტალებს გაგიზიარებთ უკვე პირადად ინდივიდუალურად მეილზე ან ინსტაგრამზე, შემეხმიანეთ და ვიყოთ კავშირზე. მოკლედ მე აუცილებლად დაგიბრუნდებით მომავალში სატურნზე და რახუზეც მოგიყვებით, იმიტომ რომ ყველაზე რთული ეს სამი ენერგიაა და შემდეგ უკვე სხვა თემებსაც გაგიზიარებთ აუცილებლად. თუ რამე კითხვები გექნებათ, დამიწერეთ, გაგვიზიარეთ ყველას, ვინც იცით რომ კეტუ პირველ სახში ყავთ, ან თუნდაც კეტუს პერიოდი გაიარეთ, თუ გადიხართ, თუ რა გამოცდილებაც გაქვთ, გაგვიზიარეთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვისაც, მაყურებლებისთვისაც და არ გემშვიდობებით. ყველაფერი კარგად იქნება.